მოგესალმები. ჩვენი პროექტის საშუალებით ჩვენი სწორედ ამ თემატიკის ფარგლებში ჩვენ დღეს ვიმყოფებით გემოფესტზე, რომელმაც თავი დროზე სწორედ რაჭაში აიღეს სტარტი და დღეს მეორედ ტარდება ამ გემოფესტი და მოდით ერთად ვნახოთ რა დახვდება გემოფესტი. მე გახლავართ კესანი არ დამივიწყოს წარმომადგენელი, ჩვენ ვართ სარესტორნო სივრცე ხოტევში, ამბროლაურის რაიონში და გემოფესტზე წარმოდგენილი ვართ 3 კერძით. ეს არის 2 ტიპის სენდვიჩი, ერთი ეს არის ქართული საფირმო სენდვიჩი, რომელიც დამზადებული არის ადგილობრივი წარმოების ლორით და სხვადასხვა დანამატი პროდუქტებით. მეორე სენდვიჩი ეს არის ლობიო სენდვიჩი და ასევე გვაქვს რაჭული ლუკმა, რომელიც არის მჭადის ბაზაზე, ჯონჯოლითა და რაჭული ლორით შემდგარი კერძი. გუშინ ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა და დღესაც ანალოგიურად ბევრ სტუმარს ველოდებით. და თქვენთვის როგორც მეწარმისთვის რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფესტივალს? რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ რეგიონს აქვს უდიდესი ტურისტული პოტენციალი, როგორც ბუნების თვალსაზრისით, ასევე გასტრონომიული კუთხით. ამიტომ კესანე უკვე მე-3 წელია ცდილობს, რომ აქტიურად იყოს ჩართული ტურისტული პოტენციალის განვითარებაში, ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ და მსგავსი ტიპის ფესტივალები უმნიშვნელოვანესია და ძალიან ეხმარება რეგიონს სამომავლოდ განვითარებაში. გამარჯობა. პირველ რიგში ჩვენ გვაქვს ესეთი ძველი რაჭული კერძების გათანამედროვებული ვერსიები. ერთი არის ხმელურის ვარიაცია პურუკაში, ნივრიანი соуსი და ფრეში კიტრით. მეორე გვაქვს გაჭეჭილი ესეთი რაღაცა არის და ღვინოში დაძენძილი და მოხარშული ხორცი არის. ტარხუნის соуსი და მჟავეული და გვაქვს ლობიოთი, ლორი და მჟავეულით რაჭული პურუკაში რაჭული გემოები მოკლედ რა. ჩვენ ვართ, ანუ პირველად რო ჩატარდა რაჭაში გემოფესტი, მაშინ მივიღეთ მონაწილეობა და იმ დღის მერე თითქმის ყველა ფესტივალზე ვიღებთ და არ ვაკლდებით არც ერთს. მით უმეტეს გემოფესტმა ისეთი შესაძლებლობები მოგვცა, რაც არც კი ვიცოდით. და თან წლევანდელი გემოფესტი მე მგონი ყველას ჯობია და ყველანაირი რეკორდი მოხსნა ფესტივალების. მით უმეტეს რაჭაში და მე მგონი არავინ არ გაუშვით უკმაყოფილო რაჭიდან და არ გაუშვებთ კიდევ. გიორგი ჯაფარიძე სოფელი ღადიშიდან. რა კერძები გაქვს წარმოდგენილი დღევანდელ ღონისძიებაზე? ჩვენ ვართ ანდურის სახლიდან და დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი გვაქვს 2 ლეჩხუმური ტრადიციული კერძის თანამედროვე ვერსია, ეს არის უცხერული და ეს არის ფიორი. და თქვენთვის როგორც მეწარმისთვის რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფესტივალს? ესეთ ფესტივალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, იმიტომ რომ ამით იზრდება პოპულარობა. ძალიან ბევრი ადამიანი გებულობს ამით ჩვენი საქმიანობის შესახებ, ბევრი სტუმრობს კიდევაც ადგილზე და ეს ყველაფერი ეხმარება ადგილობრივ მეწარმეებს პოპულარიზაციაში, თავიანთი პროდუქციის გაყიდვასა და ასე შემდეგ. ანა სვანაძე, ანდურის სახლის სოციალური მედია მენეჯერი.
მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ მაისურაძე, წარმოვადგენ ჩემს რესტორანს, ტრაფიკების ობიექტი მაქვს სანაპიროზე, რომელსაც ქვია ლა ტერასა. ჩვენი მიმართულება ძირითადად არის ბურგერები, აქედან გამომდინარე შევქმნით ახალი რაჭული ბურგერი, რომელიც შეიცავს ჩვენი რაჭული ღორის ნეკნებს, რომელიც აქვს დამზადებული მოხარშული და შემწვარი ჩვენ რაჭულ ღვინოში, ხვანჭკარაში. ასევე დავამზადეთ ჩვენი соуზი, უცხო соуზი, რომელიც შევქმნით ჩვენ რაჭულ ლორზე, ასე რომ ჩვენი ბურგერები არის გაჟღენთილი რაჭული გემოებით და სურნელებით. თქვენთვის როგორც მეწარმოებლის რა მნიშვნელობა აქვს ფესტივალს? კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოუხადო გემო ფესტივალს, ყველა მის ორგანიზატორებს თავისი გუნდით, ყველას ძალიან შექმნეს არაჩვეულებრივი, რავი, ძალიან იდეალური გარემო, ძალიან ყვაყოფილები ვართ ყველა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ბევრი ხალხი ჩამოვიდა, ძალიან ბევრმა ხალხმა გაგვიცნო. დავანახეთ, გავასინჯეთ ჩვენი ახალი შექმნილი კერძები, ასე რომ ვთქვათ, და მოხარულები ვართ, ძალიან პოპულარიზება გავუკეთეთ ჩვენს კერძებს, ჩვენს ობიექტებს. რავი, ველოდებით მომავალშიც ესე გავაგრძელოთ და შევქმნათ კიდევ და შეიქმნას რაჭაში ახალი გემოები, ახალი სიახლეები, ასე რომ ვთქვათ და გავავითაროთ ტურიზმი, არა მხოლოდ ბუნებრივი, არამედ გემო ტურიზმი განვითარდეს რაჭაში. ვაწარმოებთ როგორც ადგილობრივ ღვინოებს, ასევე კახეთის ღვინოები გვაქვს, ლეჩხუმის ღვინოები გვაქვს და დღეს წარმოდგენილი ვართ სხვადასხვა სახის ღვინით. 14 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ. თქვენთვის როგორც მეწარმოებლის რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფესტივალს? მოხარული ვართ, რომ ამროლაურში ტარდება ასეთი ღონისძიება. ეს მეწარმოებისთვის არის ცნობადობის გაზრდის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებას უსურვებთ თითოეულ მონაწილეს. მე ვარ მევენახე მეღვინე ბექამა ჭანგალაძე, წარმოვადგენ მეღვინეობა ჩინს.
ნახტომები შქმერული соуსში. ეს კერძი ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ შქმერული არის ტრადიციული რაჭული კერძი და ჩვენ გვაქვს გათანამედროვებული street food-ისთვის, ასე რომ იქნება ძალიან გემრიელი და თან მარტივად გამოსაკვები. ასევე გვაქვს ჟავუნას ლიმონათი და ფელამუშ ქეიქი, რომელიც დამზადებულია ხვანჭკარის ჟელეთით და ფელამუშით. ესეთი ფესტივალი ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იზრდება ცნობადობა, ჩამოდის ბევრი ხალხი, ადგილობრივებიც უფრო გახალისდებიან, მათთვის ახალი გამოცდილება არის, გართობა და ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და იმედი მაქვს, რომ ყოველწლიურად ჩატარდება გემოფესტი ჩვენთან. მე ვარ თამა გულიაშვილი. დაიგებმა გემოფესტის ზოგადად აკაში გაკეთდა და როგორც პირველი შვილი რომ ასოჯახს ჩემთვის გემოფესტებში რაჭა ისე არის რაჭა გვყვარს ამბროლაური გაუგნებული ვარ იმიტომ რომ უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანმა მოინახულა და დაესწრო გემოფესტს რაჭაში. რაჭის გემოფესტი ჩემი სუბიექტური აზრით არის გემოფესტების 7 სეზონის პირველი. საოცარი არის, რომ რაჭაში ყველა ოჯახში შემორჩენილია რაჭული ლოვის ტრადიცია, რაჭული კერძების ტრადიცია, რომელიც ჩვენ ავსახეთ გემოფესტში.